დასრულდა ჩხრეკა ჟურნალისტისა და ნანუკას ფონდის დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის ბინაში პროკურატურის თანამშრომლები მის ბინაში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, მისი ბინიდან წაიღეს ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის გაფუჭებული ტელეფონები და მისი შვილების დაბადების დღეებისა და ნაცვლობის ვიდეო ჩანაწერებიც კი და ასევე ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს იმას, რომ ეს ყველაფერი მის გასაჩერებლად კეთდებოდეს და პროკურატურამ ბრალი წაუყენოს და შემდეგ დააკავონ კიდეც ასევე ჩხრეკისთვის შევიდნენ სამოქალაქო აქტივისტთან მარიამ ბაჯელიძესთან საცხოვრებელ ბინაში და როგორც მარიამ ბაჯელიძე აცხადებს, მასთან ჩატარებული ჩხრეკა ზედაპირული იყო, მთავარ მიზანს წარმოადგენდა სწორედ მისი ტელეფონის ამოღება და მისი თქმით სამართალდამცველებმა მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ ლეპტოპით წაეღოთ, მაგრამ ასევე მარიამ ბაჯელიძე აცხადებს, რომ ჩხრეკისას ეძებდნენ ელექტრონულ მოწყობილობებს და ასევე შესაძლო კანონს წინააღმდეგო ნივთებს, თუმცა პროცესი ზედაპირულად ჩატარდა. ასევე პროკურატურის თანამშრომლები დღეს დილით მივიდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის ბინაშიც. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა მეუღლემ და ასევე მისმა მეუღლემ დაწერა ის, რომ ჩხრეკის შემდეგ წაიღეს ტელეფონი და ლეპტოპი და ჩხრეკის მიზნით პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ ასევე ფონდის ერთმანეთისთვის 24 შვილის დამფუძნებელთან გუგა ხელაიასთან, როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ჩამოართვეს ტელეფონი და ასევე მისი თქმით ბინის სრული ჩხრეკის შემდეგ ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი კანონს საწინააღმდეგო და წავიდნენ და ასევე დღეს გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში პოსტი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა ეხმაურება ამ ფაქტებს და წინააღმდეგობის პლატფორმის შეფასებით ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აწუხებს ქართულ ოცნებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და რომ ქართული ოცნების მოქმედების ერთადერთი მოდუსი რეპრესიებია. წინააღმდეგობის პლატფორმა იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც ამ უკანონო რეიდების დაგეგმვასა და აღსრულებაში მიიღეს მონაწილეობა. პლატფორმა აგროვებს ყველა იმ ადამიანის მონაცემებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეს სანქციები. ნათქვამი არის ამ განცხადებაში. სახალხო დამცველი აქვეყნებს ასევე განცხადებას და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული და არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად და ასევე ამ განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ სამართალდამცავი უწყება ვალდებულია წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო, ხოლო წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში არასრულწლოვანი დროულად უნდა განარიდონ მიმდინარე პროცესებს, წერია სახალხო დამცველის განცხადებაში და დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა ასევე პროკურატურამ განცხადება და უწყების განმარტებით საქმე ეხება საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლის დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე ამ განცხადებაში აღნიშნული არის ისიც, რომ ეს ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამცავი პირებისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში და ეს განცხადება პროკურატურამ გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში არაერთმა ადამიანმა გამოხატა აღშფოთება იმისა, თუ რაც ხდებოდა დღეს სამოქალაქო აქტივისტების თუ ჟურნალისტების ბინებში.